ჩემი თემა იქნება რელიგიური რწმენა წარმომადგენლები თანამედროვე ჩინეთში. იგივე თემას ეხება ჩემი ნაწილი ჩვენს წიგნში ჩინეთის მწოდნეობის საფუძვლად და ცოტა არის მოეწდები ხმამაღლა სამბარი შემახსენეთ თუ ჩამომეწია ხმა შემთხვევით. და მოკლედ დღეს მოგიყვებით ჩინეთის თანამედროვე ჩინეთში რელიგიურ რწმენა წარმოდგენებზე. რაღაც გარკვეულ ნაწილზე ფილოსოფიის კუთხით უკვე წინა ლექციაზე ქალბატონი ნანა ვისაუბრეთ და იმ წარსულის ელემენტებს როგორ შევიდა რაღაცებზე კონკრეტულ რაღაცებს აღარ ჩავეციები ბუდიზმის და ტაოიზმის შემთხვევაში და პირდაპირ დავიწყებ დანარჩენ თემებს. ჩემი მიმოხილვა იქნება დაწყებული რწმენა წარმოდგენების ზოგადი მიმოხილვით, მერე გაგრძელება ტაოიზმით, შემდეგ ისლამი, შემდეგ ბუდიზმი, ისლამი და ქრისტიანობა. რაც შეეხება ზოგად მიმოხილვას, ხშირად ჩინელები ამბობენ, რომ ჩინეთის ისტორიკოსები, რომ სამი რელიგია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინეთში. პირველი არის ტაოიზმი, რომელიც თუ წარმოვიდგენთ ჩინეთს როგორც ხეს, ის არის ჩინეთის საფუძველი, ფუძე, ფესვები, შემდეგ არის კონფუციზმი, რომელიც არის ღერო ჩინეთის და ბოლოში არის ბუდიზმი, როგორც ფოთლები. მაგრამ დღესდღეობით კონფუციზმი როგორც რელიგია აღარ აღიქმება, არსებობს კონფუციზმის მონასტრები, თუმცა 80% დაკეტილია და იქ არ მიმდინარეობს წირვა-ლოცვა ან სხვა რიტუალები. შესაბამისად, კონფუციზმი დღესდღეობით როგორც რელიგია განვლებულია, მაგრამ არის როგორც იდეოლოგია. და ეს იდეოლოგია წინაზე იყო ერთი კითხვა ქალბატონი ნანას ლექციაზე კომუნისტური პარტიის რწმენასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით ეს იდეოლოგიად ქცევა რელიგიის შეიძლება იყოს დააკავშირებული კომუნისტურ პარტიასთანაც, იმიტომ რომ 1957 წლიდან დაიწყო კომუნისტურმა პარტიამ სოციალიზმის, კომუნიზმის და კონფუციზმის სინთეზი. შესაბამისად, ამ კონფუციზმის იდეოლოგიის გამოყენება დაიწყო პოლიტიკაში, მაგრამ მათი ხედვით რელიგიის რწმენა არ შეიძლებოდა ყოფილიყო რელიგიის აღმსარებელი. შესაბამისად, ნელ-ნელა კონფუციზმი უფრო გადაიქცა იდეოლოგიად. დღემდე შევხვდებით ამათუმე ქალაქში კონფუცის ძეგლებს, რომელსაც თაყვანს რა თქმა უნდა სცემენ, თუმცა როგორც რელიგია მაინც აღარ აღიქმება და გაჩენილია ერთ-ერთ მთავარ მმართველ იდეოლოგიად ჩინეთში. რაც შეეხება ტაოიზმს, რაც შეეხება დღევანდელ რელიგიურ მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა არის მარქსიზმისა და ათეიზმისკენ მიმართული, მას კონსტიტუციაში უწერია, რომ ის აღიარებს ყველა რელიგიას და რელიგიებს აქვს თავისუფლება, თუმცა მათ არ აქვთ უფლება ჩაერევენ პოლიტიკაში, განათლებაში, ან შექმნან ტრანსნაციონალური კავშირები სხვადასხვა ქვეყნებთან. არსებობს 1953 წლიდან თითქმის ყველა რელიგიის, ან ყველა 4-5 რელიგიის ასოციაციები არსებობს, რომლებიც აკონტროლებენ რელიგიის რელიგიურ მოღვაწეობებს, თუმცა კულტურული რევოლუციის პერიოდში ისინი გაუქმდა. 1980 წლის შემდეგ, ტენსიაპინის სათავეში მოსვლის შემდეგ ეს ყველაფერი ისევ განახლდა და დღემდე ისინი უჭერენ მხარს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და მოქმედებენ მათი მითითებების თანახმად. მაგრამ მათ არ აქვთ უფლება, რა თქმა უნდა, კომუნისტური პარტიის გარეშე შექმნან რაიმე კავშირები სხვადასხვა ქვეყნებთან. გარდა ამისა, გვაქვს სამი, რაც შეეხება რელიგიური მიმდინარეობის რაოდენობას, რამდენი ადამიანი რომელ რელიგიას მისდევს, ამის შესახებ გვაქვს სამი კვლევა. ერთი არის თეთრი წიგნი. თეთრი წიგნი არის დოკუმენტი, რომელსაც ჩინეთის მთავრობა ყოველწლიურად გამოსცემს და ამ დოკუმენტში აღიწერება ყოველწლიური სიტუაცია და თუ ამ წელს რაიმე კონკრეტული მდგომარეობა მოხდა, რაც ცოტათი მიუღებელი ან საკამათო იყო, განიხილება ის მდგომარეობაც. თეთრი წიგნის მასალით ისინი გვეუბნებიან, რომ ჩინეთში დღესდღეობით ტაოიზმის და ბუდიზმის მიმდევრების რაოდენობის დადგენა ძალიან რთული
ჩინელია, თუმცა უმეტესობა ჩინელი აღიარებს ტაოიზმს, შემდეგ არის ბუდიზმი, მერე მოსდევს მას ისლამი და ბოლოს ისლამი, ქრისტიანობა და ბოლოს ისლამი. ბუდიზმი შემდეგი არის ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო კვლევა, ისიც დაახლოებით იგივეს ამბობს და არასამთავრობო კვლევა. ორივე აღიარებს, რომ მთავარ რელიგიებად მაინც ითვლება ტაოიზმი და ბუდიზმი, თუმცა ზუსტი რაოდენობა ტაოიზმის ან ბუდიზმის მიმდევრებისა დამადგენელია. ამის ერთი მიზეზი არის ის, რომ ტაოიზმი დღესდღეობით უკვე იმდენად შესიფორცებული აქვს ჩინელ მოსახლეობას, რომ უკვე სრულწმენებშია გადასული და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც შეიძლება თავს საერთოდ ათეისტად ხვდეს, მაინც რაღაც დოზით ჯეროდეს ამ ტაოიზმის რაღაც ასე ვთქვათ რიტუალების, თუნდაც აღნიშნავდეს გაზაფხულის ფესტივალს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ტაოიზმის რელიგიასთან. და შესაბამისად ეს კიდევ არ თვლებს. კიდევ მეორე ფაქტორი, რაც არ თვლებს ტაოიზმის მიმდევრების დადგენას, ეს არის ის, რომ ტაოიზმი არის ის ერთადერთი რელიგია ჩინეთში, რომელიც აძლევს თავის მიმდევარს უფლებას სწამდეს სხვა რელიგია. 1, 2, 3 რამდენიც უნდა შეუძლია აირჩიოს. შესაბამისად ძალიან ქრისტიანები და ისლამის მიმდევრები ნაკლებად, მაგრამ ბუდიზმის მიმდევრების უმეტესობას ასევე სწამს ტაოიზმის. შესაბამისად ამ ორი რელიგიის მიმდევრების რაოდენობის დადგენა უფრო რთულია. ტაოიზმი როგორც რელიგია ჩინურად წარმოიქმნება ტაოძიაო, ხოლო ფილოსოფია არის ტაოძია და ამის შეგვიძლია მარტივად განვასხვაოთ ხოლმე, რომელზე ვლაპარაკობთ, თუმცა ჩინურად ვსაუბრობთ. ის წარმოიშვა დაახლოებით 2000 წლის წინ და მან შეითავისა ძველი მითოლოგიის ღმერთებიც და წარმოიშვა ნებისმიერ რელიგიად. ის აერთიანებს წმინდანების, წინაპრების და კეპრების თაყვანისმცემას და ამ ტაოს მნიშვნელობაზე აღარ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ქალბატონი ნანამ ისაუბრა და აღარ მინდა რომ თანხმდრო მოხდეს. რაც შეეხება ტაოიზმის სასულიერო პირებს, ამბობენ, რომ ჩინური წყაროების მიხედვით 40,000-მდე სასულიერო პირი არსებობს და 400 მილიონი ტაოისტი, დაახლოებით 400 მილიონი ტაოისტია დღევანდელ ჩინეთში. თუმცა შეიძლება ეს ციფრი მაინც და მაინც სანდო არ არის უკვე ვახსენე რატომაც. რაც შეეხება რომელი ეთნიკური მიმდინარეობის ხალხი მისდევს ამ რელიგიას, მათ შორის არის 56-დან 20. შესაბამისად ეს რელიგია ტაოიზმი ამა თუ იმ ეთნიკურ ჯგუფში შეიძლება იყოს განსხვავებული. იმიტომ რომ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს აქვს სხვადასხვა ტრადიციები და ტაოიზმი არის ძალიან ასე ვთქვათ მიღებული რელიგია, ერგება ადამიანის სოფლმხედველობას. რაც შეეხება სოფლმხედველობას, ტაოიზმი რატომ არის კიდევ ყველა ჩინელისთვის ასე თუ ისე სასურველი რელიგია. პირველი ის, რომ გრთავს უფლებას გახდეს სხვა რელიგიის მიმდევარი და ამის თავისუფლებას გაძლეს. მეორე ის იმდენად შესიფორცებულია ჩინელთან დღევანდელ კვებიდან დაწყებული ქალაქის მოწყობა იქნება თუ პოლიტიკა იქნება, ძალიან ბევრ დონეში ტაოიზმის ელემენტები გამოიყენება. მაგალითად, ელემენტარული კვერდის მხრივ ტაოიზმი ყოველთვის ხადაგებს ბალანსს. სუფრა ჩინურ სუფრაზე ვერასდროს ვერ შევხვდებით მხოლოდ ხორცლოვს ან მხოლოდ ბოსტნეულს. ყოველთვის არის ბალანსი ბოსტნეულისა და ხორცლოვის. ქალაქების დაგეგმარებაში, განსაკუთრებით სამხრეთში, იმიტომ რომ სამხრეთში უფრო მისდევენ ამ რელიგიებს. სამხრეთში თითქმის ყველა ქალაქში ბალანსია ახალი და ძველი უბნების, გამწვანებულის და ასე ვთქვათ მშენებარე უბნის. ასე თუ ისე მაინც ყველაფერში გვაქვს ბალანსი. რაც შეეხება მის მიმდინარეობას, დღევანდელ ჩინეთში გვაქვს ორი მთავარი მიმდინარეობა და შემორჩენილი ჩვენჭანდაო და ჯენიდაო. ჩვენჭანდაო არის უფრო მონასტრული ცხოვრებისკენ მიდრეკილი, ის კრძალავს ხორცის ჭამას, კრძალავს დაოჯახებას და მისი მიმდევრები ძირითადად ტაოისტურ მონასტრებში ცხოვრობენ, ხოლო ჯენიდაო უფრო მრევლის სახით ყავს მას მიმდევრები, რომლებიც დადიან დღესასწაულებზე, მონასტრებში აღნიშნავენ დღესასწაულებს და ასე ვთქვათ, კიდევ სხვა ტაოიზმს აქვს იქაც ბოლოტისულები, მარჩიელების და ემების კულტურაც და ამ ყველაფერს იყენებენ დღემდე ახალგაზრდებიც კი.
ტაოისტური დღესასწაულები დღეს გამჩნდარია ძალიან ჩინურ ტრადიციებში და კულტურაში და თუნდაც ამბობდეს ჩინელი, რომ მას არაფერს არ სწამს, ის აუცილებლად აღნიშნავს ამ ტაოისტურ დღესასწაულებს. თუნდაც აკითხავთ უკვე მაგალითი ჩინურ ახალწელზე, გაზაფხულის ფესტივალზე, ცინინციე გარდაცვლილების დღესასწაული, მოჩვენებების დღესასწაული, ჭომციონციე შემოდგომის დღესასწაული ყველა იღებს სათავეს ტაოიზმისგან. ამ დღესასწაულებს მარტო ჩვეულებრივი ჩინელი კი არა, პოლიტიკოსებიც დიდი სარეწაებით აღნიშნავენ, ასე რომ ტაოიზმი დღეს ასე ვთქვათ, განუყოფელად თუ გინდა შეისწავლოთ ჩინეთის კულტურა და გაიცნოთ ჩინელი ხალხი, ტაოიზმის გარეშე არაფერი არ გამოვა, ყველაფერი უკავშირდება ტაოიზმს. შემდეგ გადავარ ბუდიზმზე, რომ ბევრი რამ მიგრძელდეს და დღეს ჩავეტიო. ბუდიზმი ჩინეთში შევიდა ინდოეთიდან, ესეც ნათქვამი გვაქვს, პირველ-მეორე საუკუნეში, თუმცა ესეც თანხები ამაზე ახლა ცოტა სადაოა. მაგრამ დღევანდელ ჩინეთში ბუდიზმის თეორიასთან ყველაზე მეტი ბუდისტი ცხოვრობს ჩინეთში. მაგრამ დღევანდელი ბუდიზმი არის უკვე ჩინეთიზაცია გავლილი ბუდიზმი. და აქ მინდა ვახსენოს ფაქტი, რომ შემდეგში გვექნება საუბარი სხვა რელიგიებზე, რომელმაც განიცადეს ჩინეთიზაცია და ეს არ არის ბოლო პერიოდის ამბავი. ჩინეთიზაცია 225 წლებში დაიწყო ბუდიზმის. ჯერ კიდევ ძველი დროიდან ჰქონდათ ჩინელებს ის ამბიცია, რომ ყველაფერი რაც უცხოური შევედებოდა მათთან, ის უნდა მოვდებოდა თავიანთ კულტურას, ხასიათს და განწყობას და არა პირიქით ხალხი მოვდებოდა ამ უცხო რაღაცას. ასე რომ ბუდიზმი იყო ერთ-ერთი პირველი რელიგია, რომელმაც განიცადა ჩინეთიზაცია. დღევანდელ ჩინეთში გავრცელებულია მაჰაიანა და მისი მიხედვით ყველა ადამიანი შეუძლია გახდეს ბუდისტი. მაგრამ დღევანდელ ჩინეთში გვაქვს სამი მიმდინარეობა ამ ბუდიზმისა. ერთი არის ხანური ბუდიზმი, მეორე არის ტიბეტური ლამაიზმი და მესამე არის სამხრეთული იგივე პალის ან იუნანური ბუდიზმი. ხანური ბუდიზმის ენა არის შესაბამისად ეს ხანური ბუდიზმიც ამ ეთნიკური ჯგუფს უკავშირდება და ეს ბუდიზმი ვრცელდება ძირითადად ამ ენაზე. მეორე არის ტიბეტური, რომელიც გავრცელებულია ტიბეტში. ტიბეტში ბუდიზმი შევიდა ინდოეთიდან და ჩინეთიდან ერთდროულად. შესაბამისად ბუდიზმმა აქ ორმაგი ტრანსფორმაცია განიცადა. ერთი ის, რომ ჩინეთიდან შესული უკვე ტრანსფორმირებული იყო და მეორე უკვე ბუდიზმის თვითონ ამ ტიბეტშიც განიცადა ტრანსფორმაცია და ჩამოყალიბდა ტიბეტურ ბუდიზმად. ბუდიზმს მათი ენა არის ტიბეტური, მაგრამ ის არა მხოლოდ ტიბეტშია გავრცელებული, არამედ ტიბეტის მოსაზღვრე რეგიონებსა და ქალაქებშიც, მაგალითად შიდა მონღოლეთშიც ტიბეტური ბუდიზმი გავრცელებულია და აქვს ტაძრები და ცინხაიში და სხვა ქალაქებში. მესამე იუნანური ბუდიზმი გავრცელებულია სამხრეთ ჩინეთში, ძირითადად პროვინცია იუნანში, რომელიც ახლოს არის ტაილანდთან, კამბოჯასთან და ასეთ ქვეყნებთან. შესაბამისად ეს იუნანური ბუდიზმი დაახლოებით იგივეა, რაც რა ბუდიზმიც გავრცელებულია ამ ქვეყნებში. მეტიც როცა ჩახვალთ იუნანში, თუნდაც სიშუანპანაში, იუნანის მთავარ ქალაქში, თავი ტაილანდში უფრო გეგონებათ ვიდრე ჩინეთში. და ამის ერთი მიზეზი და მთავარი ალბათ არის ის, რომ იქ მცხოვრები ეთნიკური უმრავლესობა არის ტაილანდელი, ანუ ტაილანდური წარმოშობის. შესაბამისად იქ შევხვდებით უფრო სამხრეთულ ბუდიზმს და ნაკლებად შევხვდებით ხანურ და საერთოდ არ შევხვდებით ტიბეტურ ბუდიზმს. ეხლა გადავალ უფრო საინტერესო რელიგიებზე, ისლამზე და ქრისტიანობაზე. საინტერესო იმ მხრივ, რომ არ გქონიათ ჯერ ამასთან დაკავშირებით შეხვედრა, ისლამი თუ
ტაოიზმი და ბუდიზმი ასე თუ ისე ქალბატონმა ნანამ მოგიყვათ. ისლამი შევიდა ისლამის გავრცელებასთან ჩინეთში არსებობს ძალიან ბევრი მოსაზრება. მათ შორის ერთ-ერთი ამბობს, რომ ისლამი ეთიოპიიდან, აბისინიიდან შევიდა ჩინეთში. მეორე მოსაზრებით, ჩინელი ისტორიკოსების მოსაზრებით, ის ჯერ კიდევ სუნის დინასტიის პერიოდში შევიდა. თუმცა მაგ პერიოდში ჯერ არაბეთის ნახევარკუნძულზე ახალი წარმოშობილი იყო ისლამი და ცოტა საეჭვოა, რომ მაგ პერიოდში ისლამი საბრეშუმის გზის ვაჭრების მიერ მოხვედრილი იყო ჩინეთში. შეიძლება ის ვაჭრები საერთოდ არ ყოფილიყო მაგ დროს ამ რელიგიის მიმდევარი. და ყველაზე მესამე ვერსია არის ყველაზე სანდო დასავლელი მკვლევარების აზრით, ეს არის რომ 756 წელს როცა უკვე დაიწყო არაბი და სპარსი მოსახლეობის ჩასახლება ჩინეთში, დაიწყო ისლამის გავრცელებაც. პირველად მოხდა 756 წელს, ჩაასახლეს 4000 ადამიანი, 1030 წელს 5300, 1080 წელს 10000 მუსლიმი. ამ მუსლიმების ჩასახლება ხდებოდა იგივე მიზნით, რა მიზნითაც ჩვენთან მოხდა უცხო ტომების ჩამოსახლება დავით აღმაშენებლის მიერ. იმათ იყენებდნენ ძირითადად არმიაში საბრძოლველად შიდა ომები, შიდა დაპირისპირების ჩასახშობად ან კიდევ ჩრდილოეთით მდებარე პატარა ტომებთან საბრძოლველად. და ეს არაბები, როცა არაბები, სპარსები და თურქული წარმოშობის ხალხი, როცა ასახლებდნენ ჩინეთის ტერიტორიაზე, რჩებოდნენ ომის შემდეგაც რჩებოდნენ იქ, ირთავდნენ იქაურ ცოლებს, ჩინელ ცოლებს და შესაბამისად ნელ-ნელა იწყებოდა მათი ასიმილაცია. თუმცა დიდი გავლენა ამ ასიმილაციაზე იქონია მინის დინასტიამ, რომელმაც მაშინ ჩაკეტა ჩინეთი და აკრძალა ჩინეთში მცხოვრები ხალხის ურთიერთობა სხვა ხალხებთან. ამ ჩაკეტილობის პერიოდში დაახლოებით 100 წლამდე იყვნენ ჩაკეტილები და ამ ჩაკეტილობის პერიოდში იქ ჩასახლებულ მუსლიმ მოსახლეობას აღარანაირი შეხება აღარ ჰქონდათ არც მუსლიმებთან, არც არაბებთან და არც სხვა ერებთან. შესაბამისად მათი ასიმილაცია დააჩქარა მინის დინასტიამ. და ამ პერიოდში მათ უკვე დაიწყეს სიაოარძინის შემუშავება. სიაოარძინი არის ერთ-ერთი დამწერლობა ენა. ეს არის ჩინური სიტყვები ჩაიწერებოდა სპარსული და არაბული ფონეტიკური ანბანით. და ამ დროს დაიწყო ზუსტად სახელების შეცვლაც. აი მაგალითად თუ რომელიმე არაბს მუსლიმ ადამიანს ერქვა მანსური, მისი სახელი გადაკეთდა მად, თუ ერქვა მუჰამედი, გადაკეთდა მუდ, ფატიმა გადაკეთდა ფად და ასე ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ახალი ეთნიკური ჯგუფი, რომელსაც დღეს ქვია ხუეის ჯგუფი. მათი სრული ჩამოყალიბება კი მე-14 საუკუნეში მოხდა. ეს ხუეის ეთნიკური ჯგუფი დღეს არის მთავარი ეთნიკური ჯგუფი ჩინეთში, რომელიც მისდევს ისლამს და შეიძლება ითქვას, რომ არის რაოდენობით მეორე ხანის შემდეგ შეიძლება ითქვას მეორე ეთნიკური ჯგუფია. დღევანდელი თუ დღეს შევხვდებით რომელიმე ხუეის წარმომადგენელს, ჩვენ ვერც კი გავარჩევთ მას ხანისგან, გამოიყურება ანალოგიურად. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ის შეიძლება ატარებდეს ისლამურ სამოს ჰიჯაბს ან რამეს ქალებს ამის უფლება ჩინეთში თავისუფლად აქვს. დღევანდელი 56 ჯგუფიდან 10 ეთნიკური ჯგუფი არის ისლამის მიმდევარი და ახლობით 25 მილიონი ადამიანი და ისლამის მიმდევრები არიან ეს ხუეის ჯგუფი, რომელიც ვახსენე, უიღურები სინძიანის ავტონომიურ რეგიონში, ტაჯიკები, ყაზახები და სხვა პატარა ჯგუფები. მათი უმეტესობა არის სუნიტი, განსაკუთრებით ხუეი, ტაჯიკები არიან შიიტები და სინძიანის უიღურები არიან იმამიტი შიიტები. შესაბამისად, მათი იმამიტ შიიტებთან და შიიტებთან ურთიერთობა უფრო რთულდება ვიდრე სუნიტებთან. რაც შეეხება სუნიტური ისლამის მთავარ მიმდინარეობას, სუფიურია გავრცელებული და ის იყოფა ჩინეთში სამად: ქადიმი, იშანი და იხვანი. რაც შეეხება სინძიანის და უიღურების და ხუეის სხვაობას, ხშირად არის ხოლმე რაღაც
დაძაბულობა მუსლიმ მოსახლეობასა და ჩინეთის მთავრობას შორის, თუმცა ხვეისთან ეს ყველა დაძაბულობა უფრო მარტივად ვარდება. აი აქ მიწერია, რომ ჩინეთის ისლამური ასოციაცია 1953 წელს დაარსდა და ეს ისლამური ასოციაცია არის ხვეის ეთნიკური ჯგუფის დაარსებული, ძირითადად მაქაური პირები არიან და ამ ხვეის ხალხს ყავს ასე თუ ისე ხვეის ჯგუფის ისეთი წარმომადგენლები, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. შესაბამისად, როცა რაიმე პრობლემა არის, უფრო მარტივი მოსაგვარებელია ხვეისა და კომუნისტურ პარტიასთან, ვიდრე უიღურებსა და კომუნისტურ პარტიასთან. ერთი და მთავარი მიზეზი ეს არის ის, რომ ხვეის ხალხი თავს თვლის ჩინელად და ჩინეთის განუყოფელ ნაწილად. მათ არ აქვთ არანაირი პრეტენზია იმაზე, რომ ისინი არიან სხვაერი, მათ უნდათ დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ, ამის პრეტენზია არ გააჩნიათ, ხოლო უიღურები რეალურად არც არიან ჩინური წარმოშობის, არც ასიმილაცია მომხდარა ჯერ იმ დონეზე და შესაბამისად ისინი თურქული წარმოშობის არიან უფრო ვიდრე ჩინურის და ისინი მიეტყვიან სეპარატიზმისკენ, არ აღიარებენ თავს ჩინელებად და ამის გამო მათი დაპირისპირება უფრო მძაფრია ვიდრე ხვეისთან. ასევე მაგალითად შემიძლია მოვიყვანო აი აქციები, როცა იმართება, იყო ერთი პერიოდი შარ ებდოს კარიკატურებზე, როცა მან რაღაც მუსლიმზე გაიხუმრა, ხვეის ხალხმა ამაზე აქციები გამართეს და მთავრობამ გამოვიდა დიდი განცხადებით და ასე ვთქვათ, გააკრიტიკა ეს კარიკატურა. იყო ასევე ღორის წელს ჰქონდათ რა თქმა უნდა დიდი რეკლამები და მთელი ამბები ჩინეთის ტელევიზიებს და ისევ ხვეის ხალხმა ეს ყველაფერი გააპროტესტა, რომ ჩვენს რელიგიურ გრძნობებს ეხებაო და ამის გამო რამდენიმე რეკლამა ტელევიზიაში მთავრობამ აკრძალა. თუმცა ასევე იყო ერთი შემთხვევა, როცა სექსუალურ ტრადიციებთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი ჩინეთში. ამას ორივე ეთნიკური ჯგუფი აპროტესტებდა, უიღურებიც და ხვეიც. მაგრამ ამ შემთხვევაში ხვეის მიმართ უფრო რბილი განწყობა იყო მთავრობის მხრიდან, ვიდრე უიღურების მიმართ. უიღურებთან აქციების ჩახშობისა და შეტაკებების ფონზე მსხვერპლიც კი იყო, რაც ხვეისში ნაკლებად გვხდება. ალბათ მთავარი მიზეზი ისევ ის არის, რომ უიღურები მაინც თავს არ თვლიან ჩინელებად, ისინი ჩინელებად თვლიან და შესაბამისად მათი დაპირისპირება უფრო და უფრო ხშირია, უფრო და უფრო მძაფრია. რაც შეეხება სკოლებს, მუსლიმური სკოლები, ბანაკები არსებობდა 2010 წლამდე. 2010 წელს შანხაის ექსპო გაიმართა, სადაც ეს სკოლებიც კი გამოაჩინეს კადრებში და მთელი ის იყო, რომ აი ჩვენ ჩვეულებრივად ვუდგებით მუსლიმს და მუსლიმურ განათლებას და ყველაფერს, თუმცა ამ ექსპოს მერე ეს სკოლები აღარსად აღარ ჩანს. ასე რომ ესეც რთული სათქმელია ეს სკოლები თვალისასახვევად იყო თუ რეალურად არსებობდა. 2010 წლის მერე მსგავსი სკოლები აღარ არის, მაგრამ დღემდე არსებობს ყურანის ინსტიტუტები. ამ ინსტიტუტებში ისინი აღზრდიან თარჯიმნებს, იმამებს და ასე შემდეგ და ასევე ქალ იმამებს. ქალი იმამი ჩინეთში უკვე 100 წელია, რაც არსებობს და ამ თემასთან დაკავშირებითაც თავიდან პროტესტი იყო, განსაკუთრებით უიღურების მხრიდან, თუმცა დღესდღეობით უკვე უიღურებშიც გამოჩნდა ქალი იმამები და მე მგონი ერთადერთი ქვეყანაა ჩინეთი, რომელსაც ყავს ქალი იმამი. ასევე კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ ჩინური ტრადიციული მედიცინა, რომელიც ყველასთვის ცნობილია, ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში 200 ტრაქტატი აღებულია იბნ სინას მედიცინის ტრაქტატებიდან. ასე რომ ჩინურ ტრადიციულ მედიცინასაც ძალიან დიდი კავშირი აქვს ისლამთან და არაბულ სამყაროსთან. შემდეგი თემა არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა ჩინეთში იყოფა 3 მიმდინარეობად: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა.
ქრისტიანობის გავრცელება და ქრისტიანობა დღემდე ჩინეთისთვის რჩება ყველაზე რთულად მისაღები და ყველაზე პრობლემატური. იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი მიმდინარეობა, სამივე მიმდინარეობა უკავშირდება კოლონიალიზმს და კოლონიალისტებს. იქნება ეს რუსეთი, ბრიტანეთი, ამერიკა თუ სხვა ქვეყანა. შესაბამისად მათ დღემდე ეჭვის თვალით უყურებენ სამივე მიმდინარეობას და დღემდე გარკვეულ ხალხში უცხოდ აღიქმება სამივე მიმდინარეობა. პირველად ქრისტიანობა 625 წელს შევიდა ჩინეთში, ბერმა ოლოპენმა შეიტანა, ასურელმა ბერმა, თუმცა იუანის დინასტიის მონღოლების პერიოდში აიკრძალა და ამ პერიოდში უკვე გავრცელება შეწყდა ქრისტიანობის და შემდეგ უკვე კოლონიალიზმის პერიოდში დაიწყო ჩინეთში ამ რელიგიების თავიდან გამოჩენა. პირველი, სადაც გამოჩნდა, იყო თაივანი. პროტესტანტიზმით და კათოლიციზმით პირველად თაივანში შევიდა და მერე ნელ-ნელა ჩინეთის მატერიკაზე. მე ძირითადად მაინც მატერიკაზე ვისაუბრებ, ვინმე პოლიტიკური შეხედულება რო არ მივაყენო შეურაცხყოფა ან რამე. 2018 წლის მონაცემებით 38 მილიონი პროტესტანტი ყავს ჩინეთში, 6 მილიონი კათოლიკე და 13,000 ან 15,000, მაქსიმუმ 15,000 მართლმადიდებელი და მართლმადიდებლების რაოდენობა მცირდება ნელ-ნელა, მოგვიანებით ვისაუბრებ ამ თემაზე. კათოლიკების შესვლა უკავშირდება კათოლიციზმის გავრცელება უკავშირდება მატეო რიჩს, რომელიც თავიდან როგორც მისიონერი მოხვდა ჩინეთში, მაგრამ რადგან იმ პერიოდში უკვე ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო დასავლელებსა და ჩინელებს შორის, შესაბამისად მატეო რიჩს მოუწია, ასე ვთქვათ, ხან ვაჭრად თავის გასაღება, ხან მასწავლებლად, ხან რაღაცად და ესე ჩუმ-ჩუმად დაიწყო რელიგიის გავრცელება. ნელ-ნელა ჩინურით შემოესწავლა და იყო პირველი ადამიანი, ვინც თარგმნა კათოლიკური წიგნები ჩინურ ენაზე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ითარგმნა კათოლიკური წმინდა წიგნები ჩინურ ენაზე, ჩინელ ადამიანებს, ჩინელ მოქალაქეებს არ ჰქონდათ უფლება 1615 წლამდე ჩაეტარებინათ წირვა-ლოცვა ჩინურად და 1615 წელსაც როცა მიეცათ ამის უფლება, ეს იყო მხოლოდ დროებითი, რამდენიმე ხანში ისევ აიკრძალა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მათ მიეცათ უფლება ჩინურ ენაზე წირვა-ლოცვის, მას შემდეგ რაც ჩინეთში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი. და იგივე მინდა ვთქვა წიგნების ჩინურ ენაზე თარგმნა, წმინდა წიგნების ჩინურ ენაზე თარგმნაზეც. მათ არც ამის უფლება და შესაძლებლობა არ ჰქონდათ მანამდე და ცოტა უცნაური გამოდის ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ასეა. და რაც ასევე კიდევ ერთი პრობლემა რაც იყო 1615 წლიდან, როცა მიეცათ უკვე წირვა-ლოცვის ჩატარების უფლება, მღვდლები შეიძლება ყოფილიყო, მღვდლები მაინც არ შეიძლება ანუ უკვე რაღაც ნაწილი შეიძლება ყოფილიყო ჩინელი, მაგრამ ეპისკოპოსი ჩინელი არ შეიძლება ყოფილიყო. ეს კიდევ უფრო ამწვავებდა ურთიერთობას ჩინელებსა და დასავლელებს შორის, იმიტომ რომ ერთი ის არის, რომ ამ დასავლელმა ეპისკოპოსმა თუ მღვდელმა არ იცოდა ჩინური, მეორე ჩინელმა არ იცოდა მისი ენა. შესაბამისად, გინდა არ გინდა, მათ შორის ურთიერთობა გაუგებარი და უფრო რთული იყო. ამ ყველაფრის ფონზე მიმდინარეობდა ჩინური ტრადიციების ბრძოლა. ჩინური ტრადიციების ბრძოლა არის ის, რომ პირველად მაგალითად პაპინოკენტი მეათემ გამოსცა ბრძანება, რომ როცა უკვე დაიწყო, უკვე გავრცელდა რაღაც დონეზე ჩინეთში კათოლიციზმი, მან ამ კათოლიციზმის მიმდევრებს აუკრძალა კონფუცის და წინაპრების თაყვანისცემა, რაზეც არა მარტო ჩინელი ხალხი, არამედ საიმპერატორო კარიც გაბრაზდა და ქანსიმ საერთოდ აკრძალა კათოლიციზმის გავრცელება და დასაჭერადაც დასდებდა მისიონერებს. თუმცა იგივე გაგრძელდა კლიმენტ მე-11-ის პერიოდში, თუმცა უთანასწორო, მას შემდეგ რაც 8 ქვეყნის არმია შევიდა პეკინში, დაიკავეს პეკინის სასახლე და გააფორმეს უთანასწორო ხელშეკრულებები, მას შემდეგ ხელშეკრულებებში
ჩაიწერა, რომ მისიონერებს უნდა ჰქონოდათ თავისუფალი მოქმედების უფლება და უნდა დაბრუნებულიყო ქრისტიანობი, უნდა მისცემოდა ქრისტიანობის ამა თუ იმ მიმდინარეობას უფლება გავრცელების და ქადაგების წირვა-ლოცვის ჩატარების. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ეს ხელშეკრულებები, ვინც შეადგინა და თარგმნა, მათი უმეტესობა იყო მისიონერი, რომლებმაც იცოდნენ უკვე ჩინური ენა. შესაბამისად, ხელშეკრულების თარგმნის და გამოცემის პერიოდში ისინი თავის საქმესაც ასე თუ ისე აკეთებდნენ და მისიონერულ საქმიანობას განაგრძობდნენ. მეორე დაპირისპირება იყო არა მარტო მთავრობასა და მისიონერებს შორის, არამედ ხალხსა და მისიონერებს შორის. მაგალითად იყო ზეციური სამეფოს მოძრაობა. ზეციური სამეფოს მოძრაობა საერთოდ ყველა რელიგიის წინააღმდეგი იყო, განსაკუთრებით ბუდიზმის, უცხოურების ბუდიზმის, ქრისტიანობის და ისლამის და მათი გაღიზიანება და ხალხის გაღიზიანება უფრო და უფრო მეტი იყო, იმიტომ რომ დაძაბულობა იყო, დასავლეთის ჩინეთში უფრო მეტი უფლება ჰქონდა, ჩინელი უფრო დაჩაგრული იყო. და ამ მხრივ ჩინელების უკმაყოფილება უფრო და უფრო იზრდებოდა. ასე თუ ისე დასავლელ ეშმაკებს ეძახდნენ მისიონერებსაც და ყველას, ვინც ქრისტიანობას ქადაგებდა. შესაბამისად, ხალხი მაინც დღემდე ძალიან ბევრი ჩინელი დასავლელ ეშმაკებს ეძახის მისიონერებს, ასე რომ ამ მხრივ რაღაც გარკვეული ცვლილება არის, მაგრამ მაშინ კიდევ უფრო მძაფრად იყო ეს ყველაფერი. დღესდღეობით კი მიუხედავად იმისა, რომ 1953 წლიდან დაარსდა კათოლიკების ასოციაცია ჩინეთში, დაიწყო მოქმედებები, მაგ პერიოდიდან დაიწყო წიგნების თარგმნა და წირვა-ლოცვა და ეპისკოპოსების ხელდასმა და ასე შემდეგ, მაინც დიდი პრობლემა დაიწყო კულტურული რევოლუციის პერიოდში, რა თქმა უნდა, ესეც შეჩერებული და აკრძალული იყო, 80-იანი წლებიდან კვლავ აღდგა და ამ პერიოდიდან უკვე დაიწყო ვატიკანის და კომუნისტური პარტიის დაპირისპირება. დაპირისპირების მთავარი მიზეზი არის ჩინელი კათოლიკების პატრიოტული ასოციაცია, რომელიც მხარს უჭერს კომუნისტურ პარტიას და კომუნისტური პარტიის და ამ ასოციაციის მთავარი იდეა და აზრი არის ის, რომ რელიგია უნდა ეკუთვნოდეს ჩინელ ხალხს და თვითონ უნდა წყვეტდნენ, ვინ იქნება მღვდელი, ვინ იქნება ეპისკოპოსი და კათოლიციზმი უნდა გაიაროს ჩინეთიზაცია და უფრო მეტად დაუახლოვდეს ჩინელ ხალხს და მათ ტრადიციებს. ამ მხრივ ვატიკანს ეს აზრი არ მოსწონს, ისინი ამბობენ, რომ რომის პაპმა უნდა დაენიშნოს ეპისკოპოსი და არა ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და ასოციაციებმა, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას მოყვა დიდი კამათი, შედეგი კი მაინც გვაქვს იგივე. დღევანდელ ეპისკოპოსებს ნიშნავს ჩინელი კათოლიკების პატრიოტული ასოციაცია. თუმცა იყო ერთი პერიოდი, როცა იოანე პავლე მეორემ გამოაცხადა, რომ არალეგალური შეიძლება იყოს ლეგალური და ამ პერიოდში მან აღიარება მისცა ჩინელი კათოლიკების პატრიოტულ ასოციაციას იმ საქმეში, რომ დაენიშნა ეპისკოპოსები და ასე ვთქვათ, დათანხმდა ამ პირობას. მაგრამ ამის პარალელურად მაინც მოხდა ისეთი მდგომარეობები, როცა რომის პაპმა თავისი ძალაუფლებით დანიშნა იქ ეპისკოპოსები, დაიწყო დაპირისპირება კვლავ და დღესდღეობით ჩინეთში გვაქვს მიწისქვეშა ეკლესია. ანუ კათოლიციზმი ორი მიმართულება გვაქვს კათოლიციზმში, ასოციაციის და მიწისქვეშა ეკლესიების. ასოციაცია კარგ ურთიერთობაშია მთავრობასთან, მიწისქვეშა ეკლესიებს მთავრობასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, იდევნებიან კიდეც და ამ მიწისქვეშა ეკლესიის ეპისკოპოსებს და მღვდლებს ნიშნავს რომის პაპი. თუმცა მათ მთავრობის აღიარება არ აქვს. შესაბამისად, მათი ურთიერთობა მაინც ასე თუ ისე კი არა და პრობლემატური რჩება. რაც შეეხება პროტესტანტიზმს, პროტესტანტიზმი ქრისტიანობაში ყველაზე გავრცელებული მიმდინარეობაა მთელს ჩინეთში
ერთი იმიტომ რომ პირველი და ალბათ მთავარი მიზეზი არის თავიდანვე ისტორიულად პროტესტანტმა მისიონერებმა თავიდანვე აიღეს მისია რომ პროტესტანტიზმს განეცადა ჩინეთიზაცია. გარკვეული პერიოდი 1865-66 წლებში დააარსეს კიდეც თავიანთი მისიონერთა ასოციაცია, რომელიც ურთიერთობდა ჩინელ ხალხთან, მათ უფრო მეტი ინტერესი ჰქონდათ ჩინური ტრადიციების და კულტურის, სწავლობდნენ ჩინურ ენას. იყო პერიოდი, როცა სწორედ სადღაც მე-19 საუკუნეში, როცა რობერტ მორისონის მე-19 საუკუნეში რობერტ მორისონის იდეა იყო ამ ასოციაციის, მისიონერთა ასოციაციის დაარსებაც და რელიგიის გავრცელებაც ჩინეთში და როცა ხდებოდა ბუნებრივი კატასტროფები, ეს მისიონერები ეხმარებოდნენ ადგილობრივ ადამიანებს, შესაბამისად ადგილობრივებმა უკვე ეშმაკებად, დასავლელ ეშმაკებად იმდენად აღარ აღიქვამდნენ ამ გაჭირვებაში, ამ დასავლელ მისიონერებს და ნელ-ნელა მათი ურთიერთობა უფრო დათვა. ერთი ეს არის, მეორე ის არის, რომ მათ მაინც რომის პაპია არ აკონტროლებს, შესაბამისად ჩინეთის მთავრობისთვისაც უფრო მისაღებია, იმიტომ რომ ის არ კონტროლდება სხვა ქვეყნის წარმომადგენლის მიერ და უფრო მეტი თავისუფლება აქვს. მაგრამ თავისუფლების მიუხედავად დღევანდელ ჩინეთში მაინც არსებობს ორი დაჯგუფება, ასე ვთქვათ, მიმდინარეობა ნაკლებად დაჯგუფება ამ პროტესტანტიზმის. ერთი არის სამი თვით ეკლესია, რომელიც არის ისევე როგორც სხვა ასოციაციები კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი და რომელიც მთავარი ასე ვთქვათ ასოციაცია და მთავარი ორგანიზაცია პროტესტანტიზმის მთელს ჩინეთში ისინი და მეორე არის სახლის ეკლესიები. სახლის ეკლესიები ჩინეთში დღეს არის ძალიან პოპულარული, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. სახლის ეკლესიის ძირითადი მოდელი არის იკრიბებიან რომელიმე ბინაში, რომელიმესთან წრეზე სხდებიან და სპონტანურად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წამოდგეს და განიხილოს თავისი მაგალითად დღეს ან ამ კვირაში ბიბლიის რა ნაწილი წაიკითხა, როგორ გაიაზრა, მერე თავის ცხოვრებას დაუკავშიროს და რაღაც მაგალითად შემდეგი წამოდგება და ასე შემდეგ. ასე რომ ამ მხრივ არის უფრო გამარტივებული ფორმა აქვს და სახლის ეკლესიებს აქვს მთავარი პრობლემა, რომ არ ყავს პროფესიონალი მღვდელმსახური. ერთი იმიტომ, რომ ზოგადად პროტესტანტიზმის პრობლემაა ჩინეთში პროფესიონალი მღვდელმსახური, უფრო და უფრო იზრდება ამ რელიგიის მიმდევარი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინსტიტუტები თეოლოგიური და სპეციალური, რომლებიც ამზადებენ მღვდელმსახურებს, მაინც ვერ ესწრება მომზადება. და მეორე მხრივ, ჩინეთს ასევე დიდი სურვილი არ აქვს ის, რომ ეს კადრები გაგზავნოს დასავლეთში მოსამზადებლად. ჩინეთის აზრით გარკვეულწილად მაინც იქნება შეთვისებული იქაური კულტურა და ეს დიდად არ უნდა. თუმცა არის მაგალითები იმის, რომ პროტესტანტიზმის მღვდელმსახურები გააგზავნონ ტრეინინგებზე ან რაღაც კონფერენციებზე ან რაღაც სწავლებებზე სხვა ქვეყნებში. მაგრამ ძირითად შემთხვევაში მაინც დიდი სურვილი არ აქვს ამ ყველაფრის. და ეს კვალიფიციური მღვდელმსახურები უფრო და უფრო ნაკლებია მთელს ჩინეთში, განსაკუთრებით სახლის ეკლესიებში. სახლის ეკლესიებს ჩინეთის კომუნისტური პარტია დიდად არ აღიარებს, თუმცა დრო ვთქვათ, რომ დიდად ხელს უშლისო, ეგეც არ იქნება მართალი, იმიტომ რომ რა ვიცი, ცოტა ხანი თუ გაჩერდებით ჩინეთში, მინიმუმ 1-5 ადამიანი მაინც შეგხვდებათ ქუჩაში და დაგპატიჟებთ სახლის ეკლესიაში სალოცავად, ასე რომ 1-2-3 კვირა რო გაჩერდეთ ქუჩებში რო გაივლით, ვიღაცა აუცილებლად დაგპატიჟებთ. მეც ვიყავ რამდენჯერმე და საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა გამოცდილების თვალსაზრისით. და ბოლო არის მართლმადიდებლობა, რომელიც არის დღევანდელ ჩინეთში ყველაზე ცუდ სიტუაციაში და რომელიც ასევე დაკავშირებულია კოლონიალიზმთან და ოკუპაციასთან. პირველი მართლმადიდებლური ეკლესია აშენდა 1665 წელს ხეილუნძიანის პროვინციაში, მას შემდეგ რაც რუსეთმა მოახდინა მისი ოკუპაცია. მეორე კი აშენდა პეკინში, ასევე მას შემდეგ რაც რუსეთმა
საკმაოდ მსუყედ მოიპოვა კონტროლი რაღაც ჩინეთის გარკვეულ ტერიტორიაზე. და შესაბამისად მართლმადიდებლობაც ისევე როგორც კათოლიციზმი თუ პროტესტანტიზმი ასოცირდება კოლონიალიზმთან, ოკუპაციასთან და ყველაფერ უცხოსთან. მაგრამ პროტესტანტიზმისგან და კათოლიციზმისგან განსხვავებით მართლმადიდებლობის მიმდევარი ეთნიკურად ჩინელი ადამიანები არ არიან, თითქმის არ არიან. ძირითადად მისი მიმდევრები არიან იმ რუსების შთამომავლები და ის რუსული ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც ძირითადად გამოექცნენ ბოლშევიკურ მმართველობას 1918 წლის პერიოდში და დასახლდნენ მოსაზღვრე რეგიონებში, თეთრ რუსებადაც მოიხსენიებენ მათ დღეს ჩინეთში და ის ნაწილი, ვინც ოკუპაციის პერიოდში ჩამოსახლდა ამ ოკუპირებულ აღმოსავლეთ რეგიონებში და შემორჩნენ. მაგრამ ამ ასე ვთქვათ მართლმადიდებლებს არც რო ვაღიაროთ, არც ცოდნა გააჩნიათ რელიგიის და არც სურვილი დიდად რელიგიური საქმიანობის. დღევანდელ ჩინეთში მართლმადიდებლური ეკლესიების უმრავლესობა ცარიელია, არ ყავს არც მღვდელმსახური, ბოლო ეპისკოპოსი ჩინური მონაცემებით 2003 წელს გარდაიცვალა და მის მერე მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ჩინეთში არ ყავთ. მღვდელმსახურებს რაც შეეხება, რამდენიმე ეკლესიაში შეიძლება ერთი ყავდეს და წელიწადში 1-2 მიდიოდეს ამა თუ იმ ეკლესიაში წირვალოცვის ჩასატარებლად და შესაბამისად გავრცელების მხრივ არ ვრცელდება და უფრო ნაკლები ადამიანია, ვისაც მართლმადიდებლობის წამს. ძირითადად კი რუსების შთამომავლები. მაგრამ გარდა ამ მართლმადიდებლობის ამ რუსი ხალხისა არიან უიღურების ავტონომიურ რეგიონში, სინძიანშიც. ისინი არიან მართლმადიდებლობის ცალკე მიმდინარეობის წევრების, ცოტა სექტის ტიპის წევრები, ძიარძიაქ ქვია. ეს ძიარძიაქ არის ძირითადად ის ხალხი, ვინც გამოექცა ბოლშევიკებს და ჩასახლდა სინძიანში, ეგრეთ წოდებული თეთრი რუსები და ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, ცოტა განუვითარებელი რელიგიური დღევანდელი თვალსაზრისით რელიგია. ამ ხალხს ეს რელიგია ძიარძიაქ არ აძლევთ მათ მაგალითად ქორწინების უფლებას სხვა ხალხებთან, ქალებს არ აძლევს განათლების მუშაობის უფლებას და უფრო, ასე ვთქვათ, მამაკაცების უფრო ანიჭებს დიდ უპირატესობას და ურთიერთობას უკრძალავს გარესამყაროსთან. არც ინტერნეტი აქვთ, არც ტელევიზორი და მოკლედ ჩარჩენილნი არიან წინა საუკუნეში. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაბამისად მათი რაოდენობაც უფრო და უფრო ცოტაა მთელს ჩინეთში. სულ ეს იყო ჩემი მოხსენება. დიდი მადლობა რომ მომისმინეთ და ეხლა ველოდები კითხვებს თუ რამე გამორჩა. მადლობა. მიკროფონი გადავიდე. კონფუციზმი დღევანდელ ჩინეთში რელიგიად აღარ არის გამოცხადებული. თუ ჩვენ შევამოწმოთ ყველამ არ აქვს მნიშვნელობა ინტერნეტში იქნება თუ ზოგადად მასალას, 5 დიდი რელიგია, კონფუციონიზმი 5 დიდ რელიგიაშიც კი აღარ განიხილება. ის კომუნისტური პარტიის ხელში გადაიქცა იდეოლოგიად, რომელსაც შეუძლია კომუნისტს სწამდეს, ასე ვთქვათ, ასე რომ რელიგიას ცალკე აღარ აღიქვება. კი. არაფრის. პირიქით, მადლობა შეკითხვისთვის. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა.
კი. მე მინდა ის ასეთი ინფორმაციის გაგზავნა, როგორც არის ჩემი მეგობარი. მან მითხრა, რომ ის ყველა მეჩეთი აბსოლუტურად მუშა მეჩეთი სინძიანში არ არის და ეს არის თავობის ზეწოლის მექანიზმი მოსახლეობაზე და ესეთ რაღაცას ეუბნებიან, რომ აი თუ იული მაგალითად მეჩეთში, მაშინ შენ სამსახური უნდა დატოვა, მე ვერ გამოსახებ. ანუ ნამდვილად არის თუ არა ეს მექანიზმი და ზოგადად აი ადამიანის უფლებების დარღვევის ის მასშტაბი, რაც ცნობილია თუნდაც გულგრეების მიერ, რომ არის კონცენტრაცია განაგებდა. აი რამდენად შეიძლება ცოტა სენსიტიური საკითხია. პირველ რიგში სინძიანში მე პირადად მხოლოდ ურუმჩიში ვარ ნამყოფი და დაკეტილი კი არის მეჩეთები ოღონდ მე როგორც მაშინ მივედი რამდენიმე მეჩეთში დაკეტილი იყო უცხოპირისთვის. ანუ მე არ შემიშვეს, თორე ადგილობრივებს შეეძლოთ ადგილობრივებს გარედან ხედავდით, ჩვეულებრივად შედიოდნენ და ლოცულობდნენ და სხვა მეჩეთებთან დაკავშირებით ყოველ შემთხვევაში ჩინეთის მხარე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, რომ ამ ყველაფერს კეტავს. არც საკონცენტრაციო ბანაკებზე ადასტურებს ინფორმაციას და ხო, ვლოგერები კი ავრცელებენ, მაგრამ ერთი მხრივ მე პირადად მაქვს ის ეჭვი, რომ საკონცენტრაციო ბანაკთან ვლოგერს ასე ადვილად ჩინეთი არ მიუშვებს. ხო, ან თვითონ ურუმჩიში მსგავსი რამ არ შეინიშნება. სინძიანი ძალიან დიდია, მაგრამ ძალიან დიდია და არის. ასევე კიდევ არის ერთი მომენტი, რომ სინძიანში ყველგან არ გვაქვს ჩვენ უცხოელებს მისვლის უფლება. ხო, და აი იქ სადაც ჩვენ მისვლის უფლება არ გვაქვს და რასაც ჩინეთის მთავრობა არ ადასტურებს, ცოტა რთულია ვიმსჯელოთ. შეიძლება არსებობდეს, შეიძლება არ არსებობდეს, ვერაფერს გეტყვით სამწუხაროდ. ესეთი რაღაც მინდა ვიტყვი, დაახლოებით 5 წელს და იქ არის ჯგუფები უცხოელების, სადაც მოდიოდა განხილველი მესიჯები, რომ აი ნებისმიერ რელიგიაზე საუბარი ისჯებოდა კანონით. ეხლა თუ არის რელიგია მდგომარეობა, რომ შეიცვალა, ნუ ეხლა სახლის ეკლესიასა და ასეთ რაღაცებზე გავიგეთ, რომ არ არის თქვათ სახელმწიფოს გარდა რაღაცა ისეთი კანონები, მაგრამ აი ამ მხრივ თუ მოდის ისევ მსგავსი შინაარსის წერილები არ მოდის, თუმცა ჩინეთი ყოველთვის გაფრთხილებს, რომ შენ უცხოელმა იქ არ უნდა ჩაატარო რელიგიური აგიტაცია. ამის უფლება შენ არ გაქვს, როგორც უცხოელს. ადგილობრივი კი ბატონო მოდის შენთან და კანონმდებლობით არა, მაგრამ გაფრთხილება არის ასეთი. ყოველთვის აი როცა მაგალითად თუნდაც უნივერსიტეტში ვირიცხებით, იქ ერთ-ერთი თავი რა ერთი მონაკვეთი ეთმობა იმას, რომ უცხოელს შენ რაც გინდა გწამდეს, მაგრამ არ გაქვს უფლება ჩაატარო რელიგიური აგიტაცია და ვინმეს შენი რელიგია მოახვიო თავს. თუმცა ამას არავინ არ აკონტროლებს, პირადი მაგალითით მინდა გითხრათ, მე მყავდა რუმეითი, რომელიც იყო ბაპტისტი და ყველას თავის რელიგიას ახვევდა, ასე ვთქვათ, თავს ჩინელი იყო თუ უცხოელი, რომ დიდად მაინც რელიგია კი არა, სადაც მიმდინარეობა, რომელიც ცდილობს ტრადიციები შეინახოს, შემოუნახოს და გამწყებას არ მიეწეს. თუ ერთი რელიგიის მიმდევარი ხარ, როგორ უნდა წამდეს სხვადასხვა რელიგიები, ეს ჩემთვის ცოტა რაღაცა მიუღებელია. ესეთი გაცდა დავჭერთ, რომ ეს არის რაღაც მიმდინარეობა დაინტერესებული ადამიანებისა, რომ ეს ტრადიციები, წესჩვეულებები თაობიდან თაობას გადასცენ და გამწყებას არ მიეწეს. შეიძლება ალბათ ჩვენი გადმოსახედიდან უფრო მასზე გამოდის, მაგრამ ჩინელების გადმოსახედიდან მაინც მთავარჩინურ რელიგიად ითვლებათ და თან რელიგიის მოთხოვნებს ასე თუ ისე აკმაყოფილებს. აქვს ტაძარ-მონასტრები, აქვს წმინდა წიგნები, აქვს თავისი საკულტო ნაგებობები, ყავს თავისი წმინდანები, აქვს სამოთხე და ჯოჯოხეთი და ასე შემდეგ. ასე რომ ჩინელის დამოკიდებულებით ეს მაინც სრულყოფილი რელიგია, თუმცა ჩვენთვის დასავლელებისთვის ალბათ ნაკლებად აღსაქმელია როგორც რელიგია. თუნდაც ის ფაქტი, რომ სხვა რელიგიის მიმდევრობასაც აძლევს, ამ თავის რაღაცა საინტერესო არის, იმიტომ რომ რაღაც მიმღებლობა, ესე იგი, ბევრი რაღაც
საინტერესო ფენომენია. ალბათ სწორედ მაგიტო გავრცელდა ასე კარგად ბუდიზმი. ამ ქვეყნის თავისებურება, ტრადიცია, ფილოსოფია, ცხოვრების ფილოსოფია და ისინი აბსოლუტურად სხვა კულტურის, სხვა ტრადიციის ქვეყანა. შესაბამისად, აი ეს მიმღებლობა, რამოდენიმე რელიგიური მრწამსისა ერთ რაღაცა ფორმის ქვეშ ძალიან საინტერესო ფენომენია. კი, ალბათ ეგ არის ზუსტად იმის მიზეზი, რომ ბუდიზმიც ასე კარგად გავრცელდა ჩინეთში და სხვათა შორის ჩინურ ბუდიზმს ტაოისტური წმინდანები ძალიან ბევრი, ტაოიზმის წმინდანები ძალიან ბევრი ყავს, აქვს ეგრეთ წოდებული ცველები, ხუფაშენი, რომელიც ტაოიზმიდან არის გადმოსული ბუდიზმში და კი, როცა შევდივართ ბუდისტურ მონასტერშიც კი, მარტო ტაოისტურში კი არა, ხვდებით ამ ცველებს, რომელიც სუფთა ტაოიზმის არის და არ არის ბუდიზმი. საინტერესოა ორი რელიგიის, რამდენიმე რელიგიის ერთად ესე განაცხადება. კი, გეთანხმებით. აჰა. ეგენი არიანო? ერთხმად ვეღიარებენ ერთ-ერთი. რაოდენობასთან სასწაულს, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც ეს მათი ფილოსოფია, ცხოვრებისეული ფილოსოფია დიდ როლს თამაშობს თუნდაც ამ რელიგიურ ფაქტთან დაკავშირებით. კი, და რელიგიების ასეთი უფრო კარგი თანაცხოვრობა და ზოგადად რელიგიების მიმდევრები უფრო მაინც ძირითადად სამხრეთში არიან. სამხრეთი მაინც უფრო სხვა არის ვიდრე ჩრდილოეთი. ჩრდილოეთში მაინც ცოტა უფრო კომუნიზმი ჭარბობს ჩემი დამოუკიდებლობით, ვიდრე სამხრეთში უფრო მეტი თავისუფლება აქვთ, ასე ვთქვათ. როგორ? სამი თვით ეკლესია. სამი თვით ეკლესია არის ასოციაცია. ჩინელი პროტესტანტების ასოციაცია, სამი თვით ეკლესია ესე ეძახიან თვითონ და ამ სამი თვით ეკლესიაში იგულისხმება თვით მართვა, თვით გავრცელება და თვით რწმენა. ანუ დამოუკიდებლები არიან მოკლედ რო ვთქვათ, დასავლეთისგან ყოვლად დამოუკიდებლები და სახლის ეკლესიები უბრალოდ არის ეკლესიები, რომელიც ამ ორგანიზაციას ამ ასოციაციას არ ექვემდებარება. არა, სამი თვით ეკლესია. კი. არა. თვეზე არა, თავად. ანუ თავად, ხო, თვით გავრცელება, თვით რწმენა და თავ. ეკლესია ერთად ხო. გავითვალისწინებ. ხო, რაღაც ისე გადაღებული ოთხიანის სინდრომი ვიცარა და ოთხისაკენ დამოკიდებული, როცა მე კი ვიცი, რომ ოთხის სიკვდილი გამოიწვევს ესე მაგრამ აი აღმოსავლურ რელიგიებში ეს სიკვდილი არ არის აღგული, სულაც სხვა რამეა. ეს რამე რელიგიიდან მოდის თუ უბრალოდ ეს საიდან მოდის? ცრურწმენიდან. უფრო ცრურწმენიდან, რომელიც იყო რელიგიებამდე, ანუ მათ ხო ყავდათ თავიანთი მითოლოგია აქვს და რაღაცები და ამ მითოლოგიიდან დღემდე არის. თუმცა ეს დღევანდელ ჩინეთში ნაკლებად შეინიშნება ოთხიანის პრობლემა. დღევანდელ ჩინეთში აი მაგალითად ის რომ ლიფტზე არ აქვთ, მე არ შემხვედრია ჩინეთში ეგეთი ლიფტი, რომ ოთხიანი არ ყოფილიყო მეოთხე სართული. ხო, ხო, უფრო ცრურწმენა და აქვთ ეგ რომ აი რაღაცა ახალგაზრდა ჩინელებთან ნაკლებად განიცდით მაინც ამ პრობლემას. ხო, ანუ არიან ადამიანები ეგ კონკრეტული არიან ისეთი ძირითადად ბიზნესმენები და უფრო საბაჭრო საქმეში ჩართულები, რომლებსაც ციფრებთან უფრო მეტი სიახლოვე აქვთ და მაგალითად მას არ უნდა ეს ციფრი და არ მოსწონს და არ გააკეთებს ამ ყველაფერს. უფრო მაგ ცრურწმენების ძირითადად უფრო საბაჭრო სფეროში ჩართულ ხალხს
ჯერა ჩემი დაკვირვებით, რომლებსაც ასევე ძალიან დიდი რწმენა აქვთ სიმდიდრის ღმერთის და ყველგან შეხვდებით სიმდიდრის საქართველოს ჩინურ რესტორნებში შეხვალ თუ არა პირველი სიმდიდრის ღმერთის ის გვხვდება და ხო ასტროლოგია როგორ არის? ჩვენ დავთ გავცელებული. კი, წლიური ოღონდ. აი, წლის ასტროლოგია, რომელიც ჩინური კალენდრით გვაქვს ჩვენ შემოტანილი, უფრო ჩვეულებრივად, სხვათა შორის უფრო ზუსტია, ვიდრე ჩვენ ვამბობთ. ან ჩინელების ახსნით, რასაც ისინი ხსნიან და რასაც ვკითხულობ ხოლმე, ბევრად უფრო ემთხვევა ყველაფერი, ვიდრე ვთქვათ, თვეების მიხედვით. მარტო წლებს იფარგლებენ? არა, თვეებსაც, მაგრამ იმდენად არა, უფრო წლებს. და აი ისე იყოფა წლები იმათთან, როგორაც ჩვენ ვყოფთ ამ თვეებს და რაღაც თვარის და იმედ. ეგრე ყოფენ წლებსაც ისინი. უბრალოდ ფლად კარგად ეხა ასტროლოგიაში არ ვერკვევი. ანუ ეს წელს დაბადებული ყავს ეცნაირი ტიპაჟი და ეტაიბები იწევა? ციფრებზეა კიდე დამოკიდებული. ერთ წელს და ხო. ეგ კი არა, სახელებსაც ეგრეთ წყვეტენ ძალიან ხშირ შემთხვევაში, ბავშვი რო იბადება, წინასწარ ხო იციან უკვე რომელ თვეში დაიბადება და ახლობით რიცხვები. მათ სახელსაც კი რაღაცა ეს წლის ჰოროსკოპთან დაკავშირებით, თვესთან და რიცხვთან დაკავშირებით რაღაც უფრო ჰარმონიაში როგორი იქნება, თუნდა რომ წარმატებული ან ფულიანი იყოს და რომელი იეროგლიფი უფრო შეესაბამება ამის სახელს და კი, და ამ ყველაფერში ძირითადად ეხმარებიან ტაოისტი ბერები ამ სახელების შერჩევაში. ხო. ჩინეთში რომელი წელია ახლა და რითქოს საინამდე? ჩვეულებრივად 2025 წელია. ქრისტე დაბადებიდან. კი, დღევანდელ 1956 წლიდან ჩინეთში ჩვეულებრივი კალენდარი და მანამდე უფრო იყო განსხვავებული, უფრო გააღნიშნავდა, ანუ უფრო იმპერატორების და რაღაც მაგალითად რესპუბლიკის ეს წელი და რაღაც ესეთი, მაგრამ შემდეგ უკვე ჩვეულებრივად. ამასთან არ არის, მაგრამ აი პოპულაციის მიხედვით იზრდება და შენარჩუნებული აქვს ერთი ბავშვის წესი. არა, 2016 წლიდან ჩინეთს უკვე აქვს, აღარ აქვს ერთი ბავშვის პოლიტიკა, 2016 წლიდან ორი ბავშვის ყოლა შეუძლიათ და 2019-დან სამი ბავშვის ყოლა, შეიძლება ალბათ მეტიც. მაგრამ პოპულაცია მაინც აღარ მატულობს, იმიტომ რომ ახალგაზრდები ერთი მხრივ შეეჩვიმენ იმას, რომ ერთ შვილზე მეტი არ ყავთ და მეორე მხრივ ძალიან ბევრ ახალგაზრდა წყვილს საერთოდ არ აქვს სურვილი იმის, რომ შვილი გააჩინონ. მათი აზრით ძალიან ძვირად ღირებულია შვილის ყოლა დღევანდელ ჩინეთში. პირველ რიგში იმიტომ, რომ სიმართლე რომ ვთქვათ, კოვიდის მერეც ჩინეთში ეკონომიკა აღარ არის ის ეკონომიკა, რაც ადრე იყო. დასაქმებულებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ეს ხელფასი უკვე ვეღარ წვდება იმ ყველაფერს, რასაც წვდებოდა და შესაბამისად მათ უკვე ნელ-ნელა უფრო ეკონომიკური პრობლემების გამო აღარ აქვს შვილის გაჩენის სურვილი, სკოლაფასიანი, უნივერსიტეტიფასიანი, მერე ჩინური ტრადიციის თუ შვილი ყავს, იმას ბინა აუცილებლად უნდა უყიდო და თუ ის ცოლს მოიყვანს, მერე იმას კიდე ფული უნდა გადაუხადო ცოლის ოჯახს და ასე შემდეგ და კი, მაინც ტრადიციულად ეგრე არის, მაგრამ გააჩნია რეგიონებს და ეთნიკურ ჯგუფსაც, ეს ხანელებისთვის ესეა დამახასიათებელი და სხვისთვის უფრო სხვადასხვა. მუსლიმებს მაგალითად არც არასდროს არ ქონიათ ეგ შეზღუდვა, არც ხვეის და არც ხო. ძირითადად ხანს ჰქონდა. ახალ წელთან და ფედერალში ახალი წელი. როგორც მოძრაობა. კი, თვარის კალენდრის მიხედვით. თვარის კალენდარში. კი, დღესასწაულებს აღნიშნავენ თვარის კალენდრის მიხედვით. შესაბამისად, ყოველ წელს სხვადასხვა პერიოდში იწყება, მაგრამ ძირითადად იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში ამ პერიოდშია და სრული დღესასწაული 2 კვირა გრძელდება და ფანრების დღესასწაულით თავდება. When I said no, protestants is very religious. And that is this. And I said, no, I don't know. But I said, no, I don't know. And 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 I said
ვხვდებით ქუჩაში, ასეთ მისიონერები ვართ, მის კეთილში. რა განაპირობებს თქვენი აზრით და ფენომენია, რომ ოდომების საუკუნეში ბუდიზმის დომინანტური ბუდიზმის ქვეყანაში და კომუნისტურ ქვეყანაში პროტესტანტიზმი იზრდება და ასე აქტიურად ხდება მისი გადაღება. დაფინანსებული არის ქვეყნის გარედან. ქვეყნის შინაგანი მოთხოვნილება პროტესტანტის წესია. ძირითადად დღევანდელი მატება შეინიშნება ახალგაზრდებში, უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას წამს პროტესტანტიზმის. ერთი ალბათ ის არის, რომ ასე თუ ისე ჩინეთი ცოტა გაიღო, 2015 წლიდან გაიხსნა, უფრო მეტად, ვიდრე მანამდე იყო და ამ ჩვენს ახალგაზრდებს აქვს დიდი შეხება დასავლეთთან, თუნდაც დასავლური ფილმები, წიგნები უკვე ვრცელდება საკმაოდ კარგად და ცოტა ხიბლში არიან, ინტერესიც არის და ცოტა მომხიბვლელიც არის მათთვის ეს დასავლური, უფრო ეს სახლის ბრენდული გამოდის, კი ბატონო, უფრო სახლის ეკლესიების მიმდევრები უფრო მეტი არიან, ვიდრე ჩვეულებრივი პროტესტანტიზმის და ძალიან მოსწონთ ეს ყველაფერი. სახლის ეკლესია რამე თავისებურებები ხასიათდება, თავისებურებები ჩვეულებრივი კლასიკური მაგალითად ანგლიკანური პროტესტანტიზმისგან. უფრო თავისუფალია. უფრო არ აქვს რაღაც გარკვეული მოთხოვნები, რომ შენ უნდა იყო ასეთი, ხო, შენ უნდა იყო ასეთი, ისეთი, თუნდაც ეს შეკრება და ერთმანეთის ამბების გაზიარება და რაღაცები ძალიან ბევრად მომხიბვლელია მათთვის, ვიდრე ის, რომ სტანდარტულად იარონ წირვაზე ჩაბარონ აღზარება ან რამე სხვა. უფრო ბევრად მომხიბვლელია. დაფინანსებას რაც შეეხება, ასოციაციები ფინანსდება მთავრობისგან. ჩინეთის მთავრობა აფინანსებს დღევანდელ ყველა ასოციაციას რელიგიურს და ასევე შემოწირულობითაც. უცხოეთიდან ერთადერთი ფინანსდება ისლამი. ჩინეთის მთავრობაც აძლევს მათ უფლებას. სახლის ეკლესიები შემოწირულობით. ეს არის ის მინერალი, რაც მზარდია ყველაზე მეტად. კი ბატონო. ხო. ხო. არაფორმალური. ხო, თან ბოლო პერიოდში ახალგაზრდებში რწმენა უფრო კაი, ასე ვთქვათ, კაი ტიპობა გამოდის რაღაცნაირად, მოსწონთ რომ ვიღაცას წამს რაღაცის და რაღაცა ის კაი პონტია. ანუ ჩინური კომუნისტური პარტია არის საყოფილი, იგი კაცი როგორც საბჭოთა ათეიზმის მომენტი არის. კი, როგორ არა, კულტურული რევოლუციის პერიოდში დაანგრიეს, დალეწეს მონასტრები, ტაძრები, ყველა რელიგიის. არ აქვს მნიშვნელობა ის იქნებოდა ქრისტიანობა, ისლამი თუ კონფუცისაც კი ებრძოდნენ მაგ პერიოდში. ეგ პერიოდი ყველა რელიგიისთვის საკმაოდ რთული იყო, თუმცა ყველაზე დიდი წვლილი ამ ყველაფრის აღდგენაში მერე ტენ სიაოფინმა შეიტანა, რომელმაც ასე ვთქვათ, მოაბრუნა 80-იანები. არა, საბჭოთა კავშირთან ჩინეთის ურთიერთობა 1957 წლიდან გამძაფრდა, 1966 წლიდან მათ ურთიერთობა თითქმის აღარ აქვთ. კი, მაინც დღემდე კომუნისტურია, მაგრამ მაგ პერიოდში უკვე მაოს ჰქონდა თავის გაღმერთების პრობლემა და კონფუცზე მნიშვნელოვანი უკვე მაო იყო მაგ პერიოდში და მაო რასაც იტყოდა ის ხდებოდა ქვეყანაში და აი ეგ პერიოდი იყო 1966-77 წლები იყო კულტურული რევოლუციის პერიოდი, როცა ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ განადგურდა. მათ შორის ძალიან ბევრი დღევანდელი ღირსშესანიშნაობა, რომელსაც გვეუბნებიან, რომ ძველია რეალურად მაგ პერიოდში განადგურდა და რესტავრირებულია, მაგრამ მაინც გვეუბნებიან, რომ ძველია. თუ თქვენ კითხავთ რომელიმე კომუნისტს, რომელი პარტიის მიმდევარი, რომელი რწმენის მიმდევარი ხარო, გეტყვის მე მჯერა პარტიის, მე მწამს პარტიის. თქვენ ბუდიზმზე ახსენებთ, რომ სამი განშტოება არის.
ყველაზე მრავალრიცხოვანი რომელია ხანური. ხანა. როგორც ვიცით, ტიბეტურ ბუდიზმს თავისი მაღლესასრული პირას გავაეყანა. არც თუ არა ასეთივე მაღლესასრული ხანის ბუდიზმში. არა, ხანურ ბუდიზმში არ აქვთ. არ ყავთ. კი. ანუ ტიბეტური მაინც უფრო ინდური, ჩინური და რაღაც ტიბეტური. ტიბეტურ ბუდიზმს დღემდე ყავს თვითონ ტიბეტელი ისინი, ანუ ძველი ტიბეტური რელიგიებიდან შემორჩენილი წმინდანებიც და საკმაოდ განსხვავებულია მაინც ხანურისგან. ანუ ხანები ჩინელის თავება, ხო? არ არის აუცილებლად ეს. ხო, შეუძლია სხვადასხვა რელიგია. ოფიციალურად მაინც ათეისტი უნდა იყოს. მაგრამ შეიძლება ანუ კონფუციზმის იდეოლოგია მაინც წამთ. კონფუციზმი მაინც მნიშვნელოვანია, მაგრამ ოფიციალურად უნდა იყოს ათეისტი პარტიის წევრი. ასევე გახდება, როგორც კი. და ასევე მაგალითად მუსლიმებისთვის ეს ყველაზე რთულია, იმიტომ რომ იქ ღორის ხორცის აკრძალვა, სასმელის აკრძალვა და რაღაცაები მუსლიმებს ყველაზე მეტად უჭირს მთავრობაში ინტეგრაცია და ვინც უკვე ინტეგრირება გაიარა, მუსლიმი ვარ ოკეი ძახის, მაგრამ თავის ტრადიციებს მაინც არ ღვევს. და სვამს კიდეც ღვინოს და ჭამს ღორის ხორცს. ხო. კი. ძალიან. ტრადიცია აქვს განსაკუთრებით სამხრეთში. სამხრეთელებს ძალიან უყვართ. ჩრდილოეთშიც ძალიან უყვართ, მაგრამ ანუ თუ ორივეგან წახვალთ და შეაფასებთ, მაინც სამხრეთელებს უფრო უყვართ ეს სტუმრიანობა, ვიდრე ჩრდილოეთში. მეტიც მე ხშირად ვიძახი, სადაც ხო. მე იმასაც ვიძახი, ჭერძიანში ცხოვრობდი 5 წელი და მეთქი ძალიან გვანდა იმერლებს. ან მართლა ეგრე იყვნენ რაღაცა ძალიან იმერული ხასიათის ხანჭოული იყო. ხო, კი, აი, კი, გიღებენ და ჭამე. კარგი, დიდი მადლობა შეკითხვები თუ არ არის, ტექნიკურ ამბავში მადლობა საინტერესო ლექციისთვის.